out Caesar, out Nolus, Emperor of the world. მოგესალმებით, ეს გახლავთ პროექტი, ლიტერატურული პროექტი, ლიტარეა, რომელიც ითვალისწინებს ლიტერატურაზე საუბრებს, ბუნებრივია, ოღონდ საუბრებს კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებმაც აიღეს პრემია საბა და ამ ნიშნით გახლავთ გამორჩეული ისინი დღევანდელ ქართულ სივრცეში. ანა კორძაია-სამბატაშვილი კიდევ უფრო გამორჩეულია, იქიდან გამომდინარე, ის არის პირველი ნომინანტი საერთოდაც საბას პრემიის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ეს არ შეეხება კონკრეტულად ანას წიგნებს, შეეხება უფრო ლექციებს. მე მოსმენილი მაქვს რამდენიმე ლექცია შენი, რომელიც ეხებოდა ბელადს, ზოგადად აი ამ კულტს ქვეყანაში, მასთან დამოკიდებულებას და წერლობას. მოდი დავიწყოთ რაღაც აზრით თავიდან. როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ ზოგადად ბელადისადმი? ანუ ადამიანისადმი, რომელიც როგორც შენ აღნიშნავ ხოლმე, შეიძლება ადამიანთა ცნობიერებაში, სხვა ადამიანების ცნობიერებაში იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ძლიერი. მაშინ ცუდი რატომ არის ის? ესე იგი პირველ რიგში მინდა გითხრა უღრმესი მადლობა იმისათვის ჩემ ბატონო აქთან პატიჟი. რაც შეეხება ბელადს, თუ კი პირდაპირ საქმეზე გადავალთ, შემიძლია ვთქვა შემდეგი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავანთა ცნობიერებაში ბელადი არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მდიდარი, წარმატებული, უშიშარი და სხვა, შესაძლოა არის კიდეც ამ მრავალი თვისების მატარებელი, თავისთავად არსებობა ადამიანისა, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩემზე უკეთ იცის ჩემი ამბავი, ჩემზე უკეთ გადაწყვეტს ყველაფერს, რაც ჩემს სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, ცოტათი ეჩვბადებს ჩემში მისი ფსიქიკური მდგრადობა და საერთოდ გითხრათ, რომ რამე განსაკუთრებული სიმპათიით ვარ მსგავსი ხალხის მიმართ განმშრალებული, ვისაც ასეთი გამგებლის კომპლექსი, იშვარას კომპლექსს უწოდება ხოლმე. ამას ტყუილი იქნება, არ მომწონს. გმირები? შეიძლება ვიღაცისთვის ბელადი იყოს გმირი. გმირიცაა და გმირიც ჩავკარგო. როგორი გმირები შეიძლება ჩვენ მოგვეწონოს, ამას რატო გეკითხებით? იგივე ტიციანი ან პაოლო, რომლებიც თავისთავად ძალიან ტრაგიკულად დაიღუპნენ, სულ რაღაც ერთი წლით ადრე იღებდნენ ორდენებს, თქვათ საბჭოთა პერიოდის და კიდევ უფრო ვარესი ამბობენ, თქვათ ეს ადამიანები, სკეპტიკოსები, ისინი წერდნენ ერთმანეთის მამხილებელ წერილებსაც, სხვადასხვა ადამიანების, არა მხოლოდ ერთმანეთის. ამ შემთხვევაში როგორ არის საქმე? ავწდები ამ თემას და წავუყურებ, ვითომ არ გამიგონია მარტივი მიზეზის გამო ტიციანი და პაოლო ისევე ახლოს არიან ახლა ჩვენთან, როგორც იმხანად იყვნენ ალბათ მათი შვილები, შვილიშვილები, ოჯახის წევრები და სხვანი. მე ამაყი ვარ, რომ მათი ნაწილის მეგობარი ვარ და ამიტომ რაღაცნაირად იმდენ პაპაზე ლაპარაკი სიმართლე რომ გითხრათ, სადამე რთულია. ზოგადად რომ გადავიდეთ ისევ იმ თემაზე, ანუ ბელადი, მწერლები. ერთი მწერლები, რომლებიც შეიძლება ჩვენ გმირად და მართლა ძალიან რთული აღსასრული თქვათ ერგოთ, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელიც გადარჩა. და რომელიც ცხოვრობდა საბჭოთა პერიოდში. გნებავთ ფუტურისტები, რომლებსაც სრულიად რადიკალური რაღაც ხედვები ჰქონდათ და სრულიად სხვა ტიპის ავტორებად გადაიქცნენ. საბჭოთა კავშირის დროს გნებავთ, თქვათ იგივე აკადემიური სკოლის წარმომადგენლები, კონსტანტინე ასე შემდეგ, რომლებიც თქვათ რაღაცას წერდნენ, შემდეგ უკვე რაღაც მიმართულებით დაიძრნენ. იყო ესეთი მოსაზრება, რომ ამას ყველაფერს იმიტომ აკეთებდნენ, რომ თქვათ ეგრეთ წოდებული პარაოზები არსებობდა. ხო, ალბათ გახსოვთ, რომ რაღაც დაწერდი, თქვათ ცისკრის დასაწყისში ერთ ლექს საბჭოთას და შემდეგ დანარჩენს მიუწერდი გვერდით იმას, რაც მისი აზრით იყო ღირებული. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობ? ანუ ღირს ნაწარმოები იმადრო თავი გადაირჩინო, კარგი ნაწარმოები დაწერო და შემდეგ ბუნებრივია ემსახურო იმას, ვინც ადამიანებს კლავს. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო წიგნი, რომლის შესახებაც ერთხელ ერთ-ერთ ლექციაში მქონდა საუბარი, უცნაური წიგნი, მას ქვია სტალინის სახელობის არხი. და იქ არის ასევე ძალიან უცნაური რამ წინა სიტყვაობაში ნათქვამი, რომ
თითოეული ცალკეული ავტორი არ აგებს პასუხს ტექსტზე, მათ აქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა. ანუ თუ კი ერთი რამ მეს მიქარავდა, მაშინ რედკოლეგიით დაწყებული და ბოლო აი ქვემოთ ტირაჟი და სტამბას ვინც ბეჭდავს, იმით დამთავრებული ყველა ერთად გაუყვებოდა ასევე ბელმორ პარტიის არხის შორეულ გზას. იქ შევხვდნენ ავტორები, რომლებმაც წელი გამოუჭრეს, როდესაც წავიკითხე მათი ნაწარმოებები. ყველაზე თავზარდამცემი ალბათ არის ის, რომ კარგი ავტორი, არა უბრალოდ კარგი, არამედ ბრწყინვალე ავტორი თუ შეიძლება ასეთი გრადაცია მოახდინოთ, როდესაც ის იწყებს წერას კაცობრიობის წინაშე არსებული დანაშაულის გასამართლებლად, აი მან ხვდებით ჩიხში, იმიტომ რომ ის შესანიშნავად წერს. ის წერს გადასარევად და რაღაც წამს შეიძლება აი ეს პროპაგანდისტული ხელოვნება უცებ მოგვიჩვენოს რეალურ ამბავს. მიხაილ ზოშენკოსთვის დაჯერება ძალიან მიუღია. ის არაჩვეულებრივად წერს. უნდა ითქვას, რომ მაქსიმ გორკი, რომელიც დღეს რატომღაც ირონიით ახსავს ღიმილს იწევს ხოლმე ძალიან პროფესიონალი. შესანიშნავი მწერალია და წერს პროფესიულ გადასარევად და წერს რის შესახებ პატარა ბავშვების, ქალების, ეგრეთ წოდებული ნაცმენების და ხალხის მტრების, ასევე ბრწყალებში ძვლებზე აგებულ იმ თავითვე წარუმატებლობაზე განწირული მშენებლობის ქება-დიდებას. ეს არის აი ოდა ბელმორ ბალტიის არხს, თავზარდამცემი. და აქ არის ერთი რამ მიხსნიდნენ როგორც არგუმენტს, რომ თუ კი ამას არ დაწერდნენ, იცი რა იყო, სხვა რამესაც ვერ დაწერდნენ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ დაშავდებოდა თუ საერთოდ არ დაწერდნენ. ნაცვლად იმის ბავშვების მკვლელობის გამართლება არაფრით არ შეიძლება. თუ კი ფიზიკურ ანგარიშწორებაზეა ლაპარაკი, სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ ადამიანმა თავი დაიცვას ბოლომდე და მაშინ გეტყვით. რომ ითხრათ იც მომიწეწყო მანქანაში, რაც მე მომსვლია და მანქანა წავიდა თითიანად. მოწესკვამდე არ მივიდა საქმე ჩემო კარგო ბატონო, ვიტყვი რომ საჯარო ბიბლიოთეკა არის მტრების ბუდე და ნუ მომიწეწყოთ, ნუ ველაპარაკეთ, დაგაბეზღებ, მართლა ვამბობ. დაგაბეზღებ რა, ყვები. ანუ რაღაცის მეშინია. მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც იმისათვის რომ ჩემი მომდევნო რომანი გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, მე წავიდე და მართლა ბოროტებას ჩავუდგე სამსახურში. ანუ ზღვარი არსებობს. გამართლება არა. ზღვარი არსებობს. მაგრამ ამ ხედვით გამოდის, რომ შენ ფიქრობ, რომ ტოტალიტარულ, ვთქვათ, სახელმწიფოებში ხელოვნება, ანუ ყოველ შემთხვევაში ფიქრობ რა, შენი სურვილია, რომ ხელოვნება არ არსებობდეს საერთოდ. მე ვიტყოდი ხელოვნება, რომელიც არსებობს ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ამ ტოტალიტარული სახელმწიფოს დიდი მოწონებით, თავისთავად არაჯამთელი მოვლენაა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერმა ყველაზე ბრიყმა, ასე ვთქვათ, ბელადმაც კი იცის, რამხელა ძალა აქვს ხელოვნება. მესმის, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ ახლო მაგალითებით, რომელთა ვთქვათ რაღაც აზრით დაანახვა უფრო ადვილია იმის გამო, რომ ჩვენ ბევრი ისტორიული ფაქტი ვიცით, მეგულისხმობ მე-20 საუკუნის. მაგრამ დანარჩენ საუკუნეებში ავიღოთ შუა საუკუნეები, ავიღოთ თუნდაც ანტიკური პერიოდი, ძირითადი ნაწარმოებები იწერებოდა შეკვეთით. ჩვენ შორს ვართ ნაპოლეონ ბონაპარტისგან, მარკუს ავრელიუსისგან, ბევრი სხვა ტიპის ვთქვათ რაღაც ლიდერისგან, რომლებიც შეიძლება და ალბათ და დიდი ალბათობით იყვნენ ისეთივე ტირანები, როგორიც იყო ვთქვათ სტალინი ან ჰიტლერი, მაგრამ იმ ტექსტებზე, რომლებიც მათ შესახებ დაეწერა, ვთქვათ, ან მათ ეპოქას ასახავდა, რაღაც ისეთი აგრესია არ აგვაქვს. დროში დაშორების გამოა ეს, ხო, ალბათ პირველ რიგში. ძალიან ნამდვილად ვივიწყებთ ყველაფერს. მაშინ რა ვქნა, თქვათ, ცოტა უტრირებული მაგალითი მოვიყვანოთ, მაგრამ არავინ არ იცის, თქვათ, დავით სოსლანი რა ტიპის მართველი იყო, ყურსაჭრიდა ვინმეს თუ ძარღვს, მაგრამ ის რომ თქვათ, ეს ვეფხისტყაოსანში წერია და ვეფხისტყაოსანი რო გენერალური ტექსტი, ამაზე თანხმდებით, მაშინ რა? სასაცილო საუბარი გამოდის, იმიტომ რომ პირველად ფიქრობ რაღაცებზე, ალბათ ეს არის რომ მოდი ისტორიამ გამხსაჯოს, ხო, გადასარევ ამბავი. თუ კი მსხვერპლები უკვე მივიწყებას მიეცნენ, მაშინ ნაწარმოები გადასარევად რჩება. ჩინებული მაგალითი იყო ამისა, როდესაც მოვხვდი პირველად ირანში და მივხვდი, რომ შაჰაბას მეორე არის ეროვნული გმირი. ძალიან მაგარი კაცია მათთვის. და მე გავხდი ცუდად, იმიტომ რომ შაჰაბასი ჩემთვის ბავშვობაში იყო ბუა. არ წახვიდე იქით, რომ შაჰაბასი მოვიდა, ხო? მაგრამ მეორე ამბავია, ერთხელ მამაჩემ წამიკითხა ლექსი, რომელსაც გადავირიე. და ვკითხე, რომ რა ჯადოქრობას ყვების, ხო, შაჰაბასის ლექსია მოვიდა. ვა! არც კი ვიცი. ანუ ალბათ სხვადასხვა ხედვა არსებობს. ჩემთვის დღესდღეობით ის რაც ხდებოდა მე-20 საუკუნის საქართველოში, ადვილი სათქმელია, ხო, 21 საუკუნეში მშვიდად საჯარო ბიბლიოთეკის განათებულ დარბაზში მისდომისათვის. ამიტომ ძალიან ისე გამსჭი თამამი. უბრალოდ რატომღაც გონია, რომ თუ არ გამოქვეყნდება რაღაცა, ქვეყანა არ დაინგრევა, მაგრამ თუ კი ბავშვს მოკლავა ქუჩაში, ქვეყანა ინგრევა. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ.
მე მათ ვერ დავეთანხმები, მოდი ასე ვიტყვეთ პირველ. გახსოვს უხსოვარ დროს იყო ასეთი ფილმი, რომელიც ძალიან მეყვარდა, მას ერქვა მატარებელი. იყვნენ პარტიზანები, რომლებსაც უნდა გადაერჩინათ გაეჩერებინათ მატარებელი, იმიტომ რომ ეროვნული საგანძური გაქონდათ საფრანგეთიდან გერმანიაში. დიდებული ტილოები რაღაც სიგიჟე. და მოდის მატარებელი, რომლის აღებაც ამ პარტიზანებს მარტივად შეუძლიათ, უბრალოდ წინ დგანან ხალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები. უიარაღო ადამიანები. აი და უბრალოდ დგანან, მათიანები არის. და რომელი ჯობია, ის დავტოვოთ თუ ეს? კაია? რომელი ჯობია? რა თქმა უნდა, ჰუმანური თვალსაზრისით ჯობია, თქვათ ის, რომ ადამიანები გადარჩნენ, მაგრამ არსებობს პოზიცია, რომ მაშინ რაღაცეები, რაც გენიალური არ შეიქმნებოდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოითხოვს სვერლს. ამას როგორ უყურებ? არ მომწონს. და მე მაჩვენე რომ ხელოვნება არსებობს იმისათვის, რომ კაცობრიობა გახდეს უფრო ბედნიერი, უფრო კეთილშობილი, უფრო კარგი, უფრო მხიარული, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. დღეს მოითხოვს მსხვერპლს. ალბათ ყოველთვის მოითხოვს არ. აი თუნდაც ისე მწერლობაზე რომ თქვათ, ინტერესდება თქვათ დღეს რომელიმე მთავრობა, თქვათ რაღაც მართველობა იმით, რაც პოპულარული არ არის და უნდა შევთანხმდეთ, რომ დღეს მწერლობა მაინც და მაინც პოპულარული არ არის. უბრალოდ ალბათ ვინმე ტირანისათვის მაინც გამაღიზიანებელია, როდესაც კუთხეში ზის არსება, რომელიც უწყვეტლივ ესხმის თავს და ვინაიდან გენიალური პოეტია, ამ არსებასთან გარკვეულწილად უწევს მისთვის რაღაცა ანგარიშის გაწევა. კონფლიქტი, თქვათ, ძალაუფლებას, სახელმწიფოსა და ხელოვანს შორის გარდაუვალი მოცემულობაა, თუ შეიძლება ხელმწიფის ნავშიც იჯდე და რაღაც აკეთო. მოდი ერთ რამეს ვიტყოდი, ყველაზე კარგი ხელმწიფეო ჩინელები ამბობდნენ, ის არის, რომლის სახელსაც არავინ ახსენებს. თუ კი ესეთ გადასარევ ხელმწიფეზე ელაპარაკებ, მხოლოდ თავის საქმეს რომ აკეთებს და არავის საქმეში ერევ, იმის ნავში ყველა სიამოვნებით ამოყოფს თავს. კი ბატონო, ჩვენ უნდა დავასრულოთ გადაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ დრო აჩქარებულია, განსაკუთრებით ინტერნეტში. სხვა ახალი ბელადი გვყავს ჩვენ ინტერნეტის სახით, რომელიც რაღაცებს კარნახობს.